Სამნობით ყველას მინდა რამდენიმე თემას შევეხო, ინფორმაცია მივაწოდოთ დედაქალაქის მოსახლეობას და შემდეგ გადავიდეთ საკითხების განხილვაზე, გადაწყვეტილებების მიღებაზე. პირველი მინდა შევეხო ერთ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას, რომელიც სტუდენტების დაფინანსებას ითვალისწინებს. ჩვენ გვაქვს ბევრი საინტერესო პროგრამები, რითაც ხელს უწყობთ ყველა იმ ადამიანს, ვისაც დღესდღეობით ჭირდება თანადგომა, მხარდაჭერა და ერთ-ერთი ასეთი პროგრამა არის სტუდენტების სწავლის დაფინანსება. პროგრამა, რაზეც ვსაუბრობთ, შეგახსენებთ, ითვალისწინებს მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტუდენტებისთვის 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსებას. პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო საზოგადოებას დაფინანსდებიან სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტები. თბილისის მერიისგან მიღებული სწავლის დაფინანსების მოცულობა დამოკიდებულია სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე. 5 მარტიდან დღემდე შემოვიდა 1900-ზე მეტი განაცხადი, რომელთაგან უკვე 254 განაცხადი დაკმაყოფილდა და რა თქმა უნდა დაფინანსდა. თუმცა ძალიან დიდია ინტერესი აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა ამ 1900 განაცხადი, რომელიც უკვე შემოსულია, მიმდინარეობს განხილვა და ეტაპობრივად რა თქმა უნდა ყველა იქნება დაკმაყოფილებული. პარალელურად მინდა საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ განაცხადების მიღება გაგრძელდება 31 მაისამდე. შესაბამისად დრო არის იაქტიურეთ და წარმოადგინეთ განაცხადები. აგრეთვე მინდა აღვნიშნო, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე 442 წარმატებული მაგისტრანტი მიიღებს თბილისის მერიის ფინანსურ დახმარებას. ეს კიდევ ცალკე არის და რა თქმა უნდა ესეც მნიშვნელოვანია ხელშეწყობის თვალსაზრისით. ასე რომ 31 მაისამდე შეგიძლიათ მეგობრებო წარმოადგინოთ განაცხადი და მუნიციპალიტეტი ყველანაირად დაგეხმარებათ და ხელს შეგიწყობთ ამ მიმართულებით. მინდა შევეხო თემას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის. ჩვენ 2017 წელს, როდესაც დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაგვიჭირა და აგვირჩია, მაშინვე დავიწყეთ ძალიან ქალაქისთვის მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება, ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებებისგან შედგება და რა თქმა უნდა როგორც საავტობუსე პარკის განახლება, მოწესრიგება, ერთ-ერთი უნიშნულოვანესი პრიორიტეტი იყო, ასევე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია კონკრეტული კვანძების მოწესრიგება, მოწყობა, განახლება, რეაბილიტაციის ჩატარება. მაგალითისთვის, როგორიც არის ვეფხი და მოყმეს მიმდებარე ტერიტორია, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორია, ყველა კარგად ხედავთ თუ როგორ მოწესრიგდა, განახლდა, დარეგულირდა მოძრაობა, ჰქონდა ქაოსი ამ მიმართულებით, თუმცა დღეს გამტარუნარიანობა გაცილებით გაზრდილია და კონკრეტულად გადაადგილება მოწესრიგებული. მინდა ახლა შევეხო ერთ საკითხს, ერთ ლოკაციას, რომელიც ხება მეტროსადგურ დიდუბის ზედა ამოსასვლელთან მდებარე გაჩერებას, რომელიც ესაზღვრება ერისთავის ქუჩას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთ-ერთი უნიშნულოვანესი კვანძია. მისი ძირითადი ფუნქცია მეტროს ავტობუსების, მიკროავტობუსებისა და მგზავრთა ნაკადების ერთმანეთთან ეფექტურად გადანაწილების უზრუნველყოფა არის და დღევანდელი იქ არსებული მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს, არის ქაოსი, არის სერიოზული პრობლემა, ქვეითი ნორმალურად ვერ გადაადგილდება, ავტობუს, მიკროავტობუს გაჩერების პრობლემა აქვს, ამ კონკრეტულ მონაკვეთზე შესვლის სერიოზული პრობლემა არის დაპარკინგებული ქაოტურად ავტომობილები, კერძო ავტომობილები, ანუ ერთი სიტყვით სრული ქაოსია. გვინდა ამ სივრცის მოწესრიგება, რომ გადაადგილება თავისუფლად იყოს შესაძლებელი, როგორც ქვეითად მოსიარულეთათვის, ასევე ავტობუსი, მიკროავტობუსი. ესე იგი, გამართულად ფუნქციონირების მიზნით თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ შეიმუშავა საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა, რომელიც ითვალისწინებს ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის შესაბამისი ბაქნების მოწყობას, რომელიც სრულად აღიჭურვება ქვეითთა უსაფრთხოებისთვის საჭირო ელემენტებით
მოედანზე ასევე დაირგვება ხელმცენარეები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გარემოს ვიზუალურ იერსახეს. გარდა ამისა, დაგეგმილია აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში კონკრეტული ცვლილებების შეტანა. კერძოდ, ავტობუსები ბოლო გაჩერებამდე ერისთავის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით იმოძრავებენ, ასევე მარცხნივ მოხვევით შეეძლებათ გააგრძელონ მოძრაობა გურამიშვილის გამზირის მიმართულებით. გარდა ამისა, პროექტი მოიცავს წერეთლის გამზირიდან დიდუბის ზედა გასასვლელთან მდებარე გაჩერებამდე ავტობუსებისთვის ცალკე ზოლის გამოყოფას და მოწყობას, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს გადაადგილების დროსა და კომფორტს. აღნიშნული ცვლილებები სატრანსპორტო სისტემის ეფექტურობას გაზრდის და გადაადგილების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და ის ქაოტური მდგომარეობა, რაც დღეს გვაქვს, მთლიანად იქნება მოწესრიგებული და კეთილმოეწყობა იქ არსებული სივრცე. მინდა შევეხო ასევე ერთ საკითხს, მოქალაქეთა არაერთი თხოვნის საფუძველზე ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს არაჯიშვილის გამზირზე გლდანის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე საფეხმავლო გადასასვლელებს მოაწყობს. ძალიან ბევრი ზარი შემოდის ამასთან დაკავშირებით, ეს არის მოსახლეობის თხოვნა და რა თქმა უნდა აუცილებელია ამ პროექტის განხორციელება. პროექტის მთავარი მიზანი ქერჩის ქუჩისა და სარაჯიშვილის გამზირის კვეთაზე არსებულ გზა ჯვარედინზე ქვეითთა გადაადგილების უსაფრთხოებისა და კომფორტის უზრუნველყოფა არის. აღსანიშნავია, რომ გადასასვლელის მოწყობა, რა თქმა უნდა, არ მოითხოვს შუქნიშნის ფაზების სრულებას, რაც იმას ნიშნავს, რომ სატრანსპორტო მოძრაობა არ შეფერხდება და ისევე როგორც დღეს ჩვეულებრივად იმოძრავებენ ავტომობილები და გზაჯვარედინი ფუნქციონირებას არსებული რეჟიმით განაგრძობს. აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს როგორც ქვეითთა უსაფრთხოების ამაღლების, ასევე ურბანული სივრცის განვითარების მიმართულებით. შესაბამისად მოვაწესრიგებთ აღნიშნულ ტერიტორიას და ქვეითად გადასასვლელები გაკეთდება, ზებრა გადასასვლელები მოეწყობა, ისე რომ შუქნიშნის რეჟიმები დარჩება და ავტომობილით გადაადგილებას პრობლემა არ შეექმნება და შეფერხება არ იქნება. თქვენ იცით თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენ რეკრეაციული სივრცეების არსებობას დედაქალაქში. ჩვენ დავასრულეთ ის მავნე პრაქტიკა, რაც წლების განმავლობაში იყო ყოველდღიურობაში, გახსოვთ ხდებოდა რეკრეაციული სივრცეების გასხვისება და ამ კონკრეტულ არეალებში სამშენებლო სამუშაოების წარმოება. მე არ დავიწყებ ახლა ჩამოთვლას თუ სად მოხდა ადგილმონაცვლეობები, სად მოხდა რეკრეაციული სივრცეების დაბრუნება მუნიციპალიტეტში, თუმცა ბევრი იყო ასეთი, გავიხსენოთ ვაკის პარკი, კუსტვის სასახვევი და ასე შემდეგ. აღარ გავაგრძელებ ჩამოთვლას, ძალიან მნიშვნელოვანია მწვანე სივრცეების არსებობა ქალაქში, როგორც საქალაქთაშორისო პარკები, ასევე უბნებში საუბნო სკვერების მოწესრიგება, განახლება, რეაბილიტაცია. ბევრი ასეთი პროექტი განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში 2017 წლიდან მოყოლებული, თუმცა თბილისს აქვს ძალიან დიდი რესურსი, კიდევ უფრო მწვანე გახდეს, კიდევ უფრო მეტი ასეთი პროექტი განახორციელოთ და რა თქმა უნდა, როგორც მუნიციპალიტეტის ჩვენი შესაბამისი საქალაქო სამსახურები, ასევე გამგეობები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ როგორც სკვერების განახლება, მოწესრიგება, ასევე პარკების რეაბილიტაცია, მშენებლობა განხორციელდეს. დღეს მოგაწვით ინფორმაციას გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის რაიონში ეგრეთ წოდებული ნანტის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყობა საბავშვო და სპორტული მოედანი, საფეხმავლო ბილიკი, გარე განათების სისტემა მოეწყობა, განთავსდება საპარკე ავეჯი და ტერიტორიაზე მოეწყობა სასმელი წყლის შადრევანი. ჩატარდება შესაბამისად ასევე გამწვანების სამუშაოები, ახალი ხელმცენარეები დაირგვება თავისი სარწყავის სისტემით. აღნიშნული ტერიტორია მთლიანად იქნება რეაბილიტირებული და მოწესრიგებული. ასევე მოგაწვით ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა მესამე მიკრორაიონის ნომერ 3A და 3B კორპუსებთან გეგმავს არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. სკვერის ტერიტორიაზე არსებული უკანონო ავტოფარეხების
დემონტაჟი განხორციელდა. მე მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით ადგილობრივ მოსახლეობას თანამშრომლობისთვის გადაუხადო მადლობა, იმიტომ რომ ის უსახური ფარეხები, რომლებიც არ გამოიყენებოდა, ვიზუალურად პრობლემას წარმოადგენდა, ძალიან დიდ ფართობს იკავებდა მოსახლეობის ჩართულობით, მოვახდინეთ მათი დემონტაჟი და ეს სივრცე მთლიანად გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ მოეწყოს სკვერი და იქ მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ დაისვენონ, ივარჯიშონ, განიტვირთონ, ასეთი სკვერების და მწვანე სივრცეების მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა მოსასვენებელი პავილიონი, ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, ღია სივრცის მაგიდის ჩოგბურთი, დამონტაჟდება გარეგანათებისა და სარწყავის სისტემები, ჩატარდება გამწვანების შესაბამისი სამუშაოები, დაირღვება ახალი ხელმცენარეები, რა თქმა უნდა მოეწყობა სარწყავის სისტემა და ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ამასთან მომავალ წელს ასევე დაგეგმილი გვაქვს ნომერ 3 B კორპუსის მიმდებარედ არსებული უკანონო ფარეხების დემონტაჟიც და რა თქმა უნდა ეს სივრცეც სრულად გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ მოეწყოს ძალიან ლამაზი სკვერი და რა თქმა უნდა ისევ თქვენ, იქ მცხოვრები ადამიანები, პირველ რიგში თქვენი შვილები გამოიყენებენ ამ მოწესრიგებულ სივრცეს. თქვენ არ გექნებათ არაფერი გადასახდელი, ამ ფარეხების დემონტაჟსაც ჩვენ თვითონ გავაკეთებთ და პროექტსაც ჩვენ თვითონ განვახორციელებთ. ეს იყო მეგობრებო, რის თქმაც მინდოდა, ახლა შეგვიძლია გადავიდეთ უკვე ჩვენი დღესასწრებით გათვალისწინებული თემების განხილვაზე და გადაწყვეტილებების მიღებაზე.